გამარჯობა ეთერშია დღის ამბები 2-ზე მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე წინა სასამართლოს სხდომა 31 აგვისტოს ჩაინიშნა. გადაწყვეტილების არგუმენტად მოსამართლე მოწმებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეს ასახელებს. დასადგენია იმ პირთა წრევის დახმარებით გასცემდა აბესაძე დაპირებებს. შესაძლოა დანაშაულში არის მასთან ერთად სხვა პირებიც, რაც ასევე დასადგენია თქვა პროკურორმა. როგორც დაცვა ამბობს, აბესაძე ჩანაწერებში $3000 არ ახსენებს, ამაზე მხოლოდ აგენტ პროვოკატორი საუბრობს. ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად 13 ივლისს წარუდგინეს. დედაქალაქის მერიის თანამშრომელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური $3000 ოდენობით ქთამის აღებას ედავება. პროკურორის ირაკლი მარშანიას განცხადებით, მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის საქმეში არსებულ ჩანაწერებში აბესაძე მერიის სხვა თანამშრომლების სახელებსაც ასახელებს, თუმცა დამატებით ვერაფერს იტყვის, რადგან ამ შემთხვევაში გამოძიების სხვა ვერსიები გაჟღერდება. ბრალდებული პროცესზე ამბობს, მინდა ოჯახს, მეგობრებს და საზოგადოებას სინანულით მოუბოდიშო, არ ვარ ცუდი ადამიანი, შეგვიძლია ვნახოთ ფრაგმენტი სასამართლოს სხდომიდან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვაპირებ თანამშრომელ გამოძიებასთან პირიქით. მინდა მაქსიმალურად ჭიდრო და მაქსიმალურად ყოველდღიური ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში ნებისმიერი პირობებში გამოძიებასთან, რომ რეალურად ეს ფაქტი, რომელთაც პრინციპში მოხდა და პრინციპში საზოგადოებაც და ჩემი ოჯახი შოკირებულია და მინდა რომ ახლა სამუდამოდ გავიდეს სწორი იურიდიული სტანციებით ფინიშში. აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამოძიება ჩატარდეს სულ ყოფილად, რაც იქნება ჩემი მხრიდან გასაკეთებელი და მაქსიმალურად დაუდგები გვერდზე. უბრალოდ მინდა ვისარგებლო ამ მომენტით და მინდა რომ ჩემ ოჯახის წევრებს, ჩემს მეგობრებს, საზოგადოებას ამ უხერხულობის გამო რაც შევქმნი და რაც მოხდა ძალიან დიდი სინანულით მოხდებოდიში. მე არ წარმოვადგენ ამას დახმარება ვერ ვილაპარაკობ ამ ადგილიდან, მაგრამ არ წარმოვადგენ იმ საშიშროებას და საფრთხეს, რომ საქმეს, ადამიანებს, მსვლელობას, პროცესს რაიმეთი შეუშალო ხელი. ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემი მხრიდან, რომ თუ მოხდება თქვენი მხრიდან ტიპის გათვალისწინება, რომ ეს აღნიშნული პერიოდი სანამ საფრთხის კვლევა გაგრძელდება, თქვენს მიერ მიღებული ზომებით, რომ ასევე ჩავერთო მის გამოძიებაში და პირიქით მივიღო მაქსიმალური მონაწილეობა, ვფიქრობ, რომ არ ვარ ცუდი ადამიანი. ჩვენ ახლა გვერდება ადვოკატი ირმა ჭკადუა ეთერში. ქალბატონო ირმა, გამარჯობა. მინდა მოკლედ გკითხოთ, ძალიან მოკლე ჩართვა გქონდეს თქვენთან, რამდენიმე კითხვა დარჩა. არის თუ არა იმ დისკებში, რომელიც თქვენ მიიღეთ, უშუალოდ დაკავებულის მხრიდან საუბარი $3000-ზე, იმიტომ რომ ასევე გავრცელდა სასამართლოდან სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს მოპედის შესაძენად უნდოდა მას ეს ფული და ითხოვდა, რომ დროულად მიეცათ, რადგან ეს მოპედი ერთი ძალია მაღაზიაში დარჩენილი და დროზე უნდა ვიყიდო. არა, ქალბატონო დიანა, მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ეს არის არასწორი და ცრუ ინტერპრეტაცია. არ არსებობს არც ერთი ჩანაწერი, არც ვიდეო და არც ეგრეთ წოდებული კრებსები. მე რამოდენიმეჯერ დავუსვი კითხვა ბატონ პროკურორს, რომ იქნება სასამართლოთვის ეჩვენებინა თუნდაც ფრაგმენტი, სადაც ბატონი აბესაძე ითხოვდა $3000, მაგრამ მან ესეთი სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მხოლოდ და მხოლოდ თუ როგორ საუბრობს ეგრეთ წოდებული აგენტ პროვოკატორი ბატონი ჩიხლაძე, ბატონი ზვიადი $3000-ზე. სხვა შემთხვევაში ბატონი აბესაძის მხრიდან არ არსებობს არანაირი მოთხოვნა თანხისა. გასაგები, აი პროკურორის ინფორმაციითო IPN-ი ავრცელებს ოთარ აბესაძე ქთამის სახით აღებული თანხით მოპედის ყიდვას აპირებდა. ანუ ასეთი რამ ეს მხოლოდ ზეპირად და ასეთი მასალა საქმეში არ დევს? რა საკვირველია, პროკურორები ახლა სხვას რას იტყვიან, გამომდინარე იქიდან, რომ ბატონი აბესაძე 2017 წლის 1 ივლისამდე გახდა საჯარო მოხელე და ეს დოკუმენტი თავად პროკურორს რამოდენიმეჯერ გამოვაქვეყნებინა და თავად პროკურორმა გამოაქვეყნა და დამიდასტურა, რომ ის 1 ივლისამდე იყო საჯარო მოხელე, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება არის 8 ივლისს დაწყებული, მათ როგორც საჯარო მოხელეს წაუყენეს ქთამი, ეს იყო ერთ-ერთი პიარი
და იმისთვის გაკეთებული, რომ პატიმრობა შეეფარდებინა სასამართლოს, იმიტომ რომ ქრთამზე ზოგადად არის ესეთი მკაცრი მიდგომა, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში და არც საპროცესო კანონში არ სადაც წერია, რომ თუ კი დანაშაულს ჩადის მოხელე, მაშინ მას განსაკუთრებულად მკაცრად დასჯა უნდა ელოდებოდეს. სტანდარტული გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ პრაქტიკულად, ვინაიდან მას ბრალი ედებოდა ამ წუთისთვის ქრთამის აღებაში. დაცვა დარწმუნებულია იმაში, რომ ძალიან მალე ამ საქმეზე კვალიფიკაცია შეიცვლება, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულება, სადაც ბატონი აბესაძე ითხოვს ქრთამს და უფრო მეტიც, რაც ადასტურებს, რომ ის არის სახელმწიფო მოხელე. ქალბატონო ირმა, მაშინ რისთვის იხდის ის ბოდიშ და რისთვის ითხოვს ის საზოგადოების თანაგზობას? ანუ ის ბრალს ხომ აღიარებს? მან ბოდიში მოიხადა ამ არასასიამოვნო ინციდენტის გამო, რასაც ადგილი ჰქონდა მის ირგვლივ. არის ასევე საუბარი, რომ შესაძლოა მერიის სხვა მაღალჩინოსნები ფიგურირებდნენ ამ საქმეში, ვინაიდან ის დაპირებას ის გასცემდა სხვა პირების სახელით. ქალბატონო დიანა, სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არც სხვა პირის სახელი, არც მინიშნება. ერთი ადგილი არის, სადაც უბრალოდ ბატონი აბესაძე ამბობს, რომ ტორტით გაუმასპინძლდებოდა გოგონებს, რომლებმაც გასცეს კონსულტაცია. ანუ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი არ იღებდა ქრთამს და ის $3000 არ ელოდებოდა მის მიერ გაკეთებული საქმის სანაცვლოდ? ნამდვილად. რა საკვირველია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუთხოვია $3000 და მან გამოიყენა დუმილის უფლება. ეს ნიშნავს, რომ ამაზე მეც მე სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. გასაგებია, დიდი მადლობა ირმა ჭკადუას, ის ოთარ აბესაძის ადვოკატია. მე შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და ეს გადაწყვეტილება სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობით დააკმაყოფილა. მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების მომეტებული საფრთხე და ასევე